არ დაიჭიროს სლოგანის გარშემო დედაქალაქსა და საქართველოს 4 ქალაქში, მათ შორის ბათუმში, მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით მოქალაქეები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები მარიხუანას მოხმარების გამო ადამიანების დაპატიმრებისა და იძულებითი ნარკოტესტირების შეწყვეტას მოითხოვდნენ. დეკრიმინალიზაციის კანონპროექტს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილავენ და მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წარადგენს. სავალდებულო დასკვნები ჯანდაცვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა უნდა მოამზადონ. ინიციატივა დეპუტატ გოგა ხაჩიძემ 28 მაისს დაარეგისტრირა. მე პირადად ვეწინააღმდეგები, რომ მარიხუანას მოხმარების გამო ადამიანი დიდი ხნით ციხეში არ უნდა მიდიოდეს, კი არა და საერთოდ არ უნდა მიდიოდეს. ეს ადამიანის გადაწყვეტილება შეიძლება სხვანაირად ებრძოლო ამას არა ციხეში გაგზავნით, იმიტომ ციხეში ადამიანს ხუპავდა მთელ ცხოვრებას უნადგურებ. ამიტომ ვაპროტესტებ ამას და საქართველოში მარიხუანა უნდა იყოს დეკრიმინალიზებული. მოკლედ არ შეიძლება ადამიანები ჩასვან ციხეში ბალახის მოწევის გამო და იჯდეს მკვლელთან და აი ამას უერთებით მოკლედ და გვინდა რომ კანონი მიიღოთ დეკრიმინალიზაციის შესახებ. თუ გინდა იყო ევროპული ქვეყანა, მაშინ აუცილებელია რომ იყოს დეკრიმინალიზებული მოსაწევი.